იცით ეს რა ადგილია? მომწონს რა. ვისკის მოყვარულთა კლუბის ბარი, სადაც დაუვიწყარი ვისკები ისინჯება. ეგ გასაწყისში ესე წარწერა უნდა გაჩნდეს ეს, სადაც დაუვიწყარი ვისკები ისინჯება. სადაც დაუვიწყარი ვისკები 3 წერტილით. 3 წერტილი. ხო. ბარემ რო ბოლომდე სნობის მიიღოს თუ რაღაცნაირი ჩანაფიქრი. ზედმეტის ყველგან 3 წერტილი წაყვიხემენ ხოლმე რომ ვითომ უფრო მეტი აზრი დევს. აი რაღაც დაწერე ჩვეულებრივ 3 წერტილი. რატო რომ შეჩერდო და ვითომ გააგრძელო იმას ფიქრი. კიდე გაგრძელებას ავითარებ, მე ჩვეულებრივ წინა მოყვება რაღაცა. რა შუაში იყო? აი ჩვენი 3 წერტილი. 3 არის და 23. ნახეთ რა მაგარი ბოთლია. მოიცა. ეს ბოთლი რომ ანახა ლევანმა ეს ავიღე ეს რა ქვია, ჩემი ტელეფონი ესე და აქედან ჭკუპ გადავიღე ხელში დაჭერილია, ესე გადავიღე რა, ესეთი კადრი. რომ მომეძებნა რაღაც ინფორმაცია მაგის ფერდა ფოტო მთლიანად ხელში დაჭერილი ესეთი ფოტო AI-ს ჩაუგდე რა პირდაპირ და იცით როგორ დაიწყო AI ლაპარაკი პირდაპირ რა Gemini-ს ჩაუგდე რა შენ აზრზე არა ხარ ხელში რა გიჭირავს როგორი ხბლიანი ხარ სადიშოვეა ესე დედას გეფიცები თუ ეგრე არ დაეწყო აი საერთოდ არ ვამეტებ არც ერთ სიტყვას ეხლა ლევანმა მოყვეს ეხლა მოვყვეთ რა არის რეალურად ეს ბოთლი. Scapa, რომელიც არის ბევრჯერ გვითხოვს, იმიტომ რომ ორჯერ შევწერეთ მოგონ უკვე Scapa-ს ვიდეო. Scapa არის ყველაზე ჩრდილოეთ წერტილში, ორქნის კუნძულზე, Highland Park-ის დისტილერიიდან დაახლოებით 9 კილომეტრში მეზობელი დისტილერები არიან და ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული. Highland Park-ი არის ტორფირებული ვისკი, Scapa არის პირიქით ტკბილი ხილის არომატიანი ვისკი. ერთი თავი ხავხი მას ესხე გადასახებელ ხოლმე. ხო, თუ დააყალდება. Scapa იყო კაიხანს დახურული 2000-იანების შუიდან, სადაც 2006 წლიდან დაახლოებით იყო დახურული, რამდენიმე წლით, ზუსტად რამდენით არ მახსოვს, 7-8 დაახლოებით. და მერე რომ გაიხსნა გამოუშვეს 2 უასაკო Scapa. ერთი Skyreni მსუბუქად ტორფირებული და მეორეს სახელი არ მახსოვს, ტორფის გარეშე ტკბილი ისიც ჩაწერილი. ის პირველი იყიდებოდა არ მგონი ჩვენთან. ხო, ჩვენთან იყიდებოდა კი. თუმცა უასაკოებს უშვებდნენ მარტო არ ქონდათ ასაკენ ვისკები და ეხლა დაიწყეს 12, 16 და 21 წლების გამოშვება აბსოლუტურად სხვანაირ ბოთლებში, დაბალ ბუთხუზა ბოთლებში. დაბალი განიერი ბოთლები, ეგ მინახია, კი. სუსხო ფორმი რაღაცა უცნაური ბოთლები ეს განიერი თან ბრტყელია ცოტა ხო რაღაცნაირი ესეთი. და ეს ბოთლი არის დახურვამდე გამოშვებული, სანამ Scapa დაიხურებოდა 2004 წლის ბოთლია. 2004 წლის ბოთლი ნიშნავს, რომ ვისკი არის 80-იანების ბოლოს დისტილირებული, ხო? რომელი 2004 16 წელი რომ მივაყოლოთ უკან? ხო 80-იანების ბოლოს 88 გამოდის. 88 გამოდის. ან 87-ის შეიძლება. ხო 80-იანების ბოლოს დისტილირებული სპირტია და 2004 წელს გამოსული ჩამოსხმულია ბოთლში. დისტილერია მე 2 წლის მერე დაიხურა და ეს 16 წლიანი Scapa ითვლება ამ დისტილერიის ერთ-ერთ ყველაზე მაღალი კლასის ვისკად, რაც კი ოდესმე გამოუშვიათ და ეს კოლექციონერები დაზრდებენ მოკლედ აუქციონებზე და იცი რა უნდა ვაღიარო მოძებნე მე ინფორმაცია რა თქმა უნდა რაღაცეების და რეიტინგების სხვადასხვა ადგილას ნახე რეიტინგები და ჯობნის ესა ახალ 16-იანს ხო ბრტყელი ბოთლის 16-იანს ჯობნის რეიტინგებით რა არა იმიტომ რომ არის შოვება და რაღაცა მართლა არის შოვება ერთადერთი თუ არ ვწდები რაღაცა ბრიტანულ საიტზე ვნახე Whisky Exchange ხო ბრიტანულია. მე მგონი მაგ ვნახე თუ არ ვწდები არ ვიცი მაგას თქვენ ციპოვით ძალიან ძვირად 300 ფუნტი სტერლინგი ღირდა. და Whisky Base-ზე ტიპები ხელზე ყიდიან 200 ევროთ. ანუ 200 ევროც 180-200 ესე მერყეობს რა. ხო ძალიან გაზვირებულია. ძვირია ძალიან. იყო დრო აუქციონებზე ეს ბოთლი სადღაც 80-90 ევროთ იშოვებოდა ხოლმე, მაგრამ რაც უფრო ყოველ წელს იმატებს ამის ფასი ძალიან და იმიტომ რომ იხსნება აგერ ერთი ბოთლი ახალს გაიხსნა და რაოდენობა შეიკლებს, ახალი არ გამოდის და ეგ არის. 16 წლიანი რამე ის გვაქვს იმაზე რა ქვია, კასრზე ან რაღაცაზე. სხვათა შორის არ მომიზიებია, მაგრამ მე როგორც მახსოვს ის არის, ბურბონია ჩვეულებრივად ხო, არაფერი შერეული და დაფინიშებული არ აქვს, რამდენადაც მახსოვს. აი ხა გეტყვით ერთ ისეთ რაღაცას, რომ ბევრ თქვენგან შეიძლება გული გაუსკდეს, მაგრამ სულ ტყუილად 40 გრადუსია. ხო. თუნდაც წინასწარ გაგისკდეთ გული, მაგრამ ჩვენ გავსუნჯავთ და გეტყვით. ის რა ლოს ბოთლია რა? კი, მე ვიждები მაგ ფორმაზე. იალქნიანის 8 ხატია კი ნახე. ნავი? ნავია, იალქნიანი ნავი. ამოტვიფრული არის იალქნიანი ნავი. ფრეგატა დიდია. რაღაცა ორქნის კონძულები მაინც სანაპიროს. ეს ბოთლი მოწონს, ესეც ასეთოს ძველი რავი ახლებს არ აქვს. არტბეგის ბოთლი ცოტათი გავს, აღვამდის უფრო უკან დადაბალია
და ხო, რა ვიცი, არ ვიცი რა. არა, საერთოდ განსხვავებული ფორმა აქვს. აი მაგალითად, ტალისკერის, ბლერესოლის, ლაფრუიგის ბოთლის ფორმები მეორდება აბსოლუტურად. უბრალოდ ფერებშია სხვაობა. კი, ერთ ტალაზე მუშაობენ. ხო და. აი ნახე, აი უცხო ბოთლები შეხედე, ესეც. რანაირი ბოთლები აი ნახეთ, უბრალოდ აი მომწონს რა სხვანაირი ძველი ბოთლები იყო. ძველებური ბოთლები. ეხლა რაღაც ეთყო ერთ კასთან მივიდნენ. რატო აი ეს ახალია? ეს ახალია. და კაია ეს ბოთლი. მე მომწონს. ნახე რა ლამაზია ესეც რა სპრინგბექი და კილკერანი კონკურენტები და აბსოლუტურად ერთდროულად ბოთლები. ზუსტად. აი ეს ახლა მომწონს. სხვანაირი ბოთლია, რაღაც ძველმოდურია, კარგია, უბრალოა, არ გავს რაღაც ერთნაირი. ესენი ერთნაირებია, მიუხედავად იმისა, რომ ლაფრუიგზეს გვიждდებით, საერთოდ ტალისკერებს და ხაზზე გვიждდები იმ თაროზე, ხო? ახლა შეხედა ჩვეულებრივი ბოთლებია, არც განსხვავებული. ეს ცოტა სხვანაირი ბოთლია და კარგია მომწონს. ხო, რა. კაი, ნახოთ. კაი, ნახოთ აბა რა უნდა. აბა 16 წელი ბურბონის კასში 40 გრადუსი. აბა ნახოთ ის AI-ის ჭკუიდან შეშლა, რამდენად ახლოს იქნება რეალობასთან რა. გადაირია და კიდევ წივილ-კივილი დაიწყო. კიდევ მომთხარ გადმოდი მეთქი, ბარში წავიდეთ, ძმაო AI Gemini. აუ, ძალიან კაი სკვირი აქვს. ოხ, ბიჭო რა კაია. აი ამაში არის აუ, აქ არის გაერთიანებული ძველი ვისკიც და ახალი ვისკიც, ნახე. აი ეს ატამიც არის, რომელსაც ბიჭო მარტო ატამი კი არის აქ არის, აი რა აღარ არის. მსხლის ლიმონათიც არის. მსხალიც მარციპანია. უი, ხო? მარციპანი არის. თითქოს ისიც არის, მეცა? აუ, ძალიან. ანანასი არ არის? ანანასი, ხო? არის, ანანასია ბევრი. მსხალი, აი ატამი და ანანასი იგრძნობა მაგრად. ცოტა მსხალი და დანარჩენი აი მარციპანის სუნი და გემო აქვს რა. აი გემოც თუ ეგეთი იქნება, სქელი მარციპანი რო იღეჭება, ავგიჟდები რა. ძალიან აუ, საოცარი სუნი აქვს. თაფლი, ვანილი, ატამი, ყველაფერი იგრძნობა, ანანასი, ჩემთვის მარციპანი რა ვიცი. მე ვასევა საერთოდ მარციპანები და ხა იქ გამიხარდა რა ვიპოვე. აუ, არა, ნუ წარმოუდგენელი სუნი, ეს რა არის? ყოჩახ AI-ის, მადლობა რომ გწოდნია სწორად რას მიმოიხილავდი, სანამ მე მიმოვიხილავ შენ. გავსინჯოთ? გავსინჯოთ. აუ, საოცარი სუნია ხალხო, იშვიათად, ჩემი საუკეთესო ვისკები სუნზე ჯერ, სუნზე 5 ეუცი შემყავს, всё, აი ეგეთ პირობას და რამდენი გამისინჯავს რა. საოცრად სასიამოვნო სუნია, ნუ წარმოუდგენელია რა ეგეცი კაი. დიდხანს გამოივლე. აი ეს სიტყვები იხსნება კიდე პირში. ჩაღლაპო არ მინდოდა ბიჭო, გამოვლების დროს რა კაია. გამოვლების დროს უფრო და უფრო ზეცოვანი ხდება. ბიჭო, რა მაგარია. რო გადაყლაპავ ცოტა სიცხარეს მოდის. სიტყვი რჩება ენაზე ძალიან დიდხანს. ეგეთი ბალანსი სიცხარე ზედმეტი არ იყოს და სიტყვი დაიტოვოს. აუ, საოცრებაა, თაფლი მოიმატა. გემოზე ძალიან ბევრი თაფლი წამოვიდა. ძალიან გრძელი დაფინიშება აქვს დაბლოება, ანუ აი ეხლას ისევ არის, როგორც ახალი გადაყლაპული რომ მქონდა რა. თეთრი შოკოლადი წამოვიდა. თეთრი შოკოლადი წამოვიდა კი. ან რძიანი შოკოლადი. მოდი ესე ვიტყვი, თუ თეთრი არ არის რძიანი, ყოველშაბათი არაშავი. ხო, არამწარე შავი შოკოლადი. აუ, ძალიან მაგარია. თაფლი და სიცხარეში შეფუთული, ოდნავ სიცხარეში. ის სიცხარეც ტკბილია ბიჭო, რანაირი სიცხარე წიწაკა არ არის. რაღაცნაირი სიცხარია. ტკბი, აი თაფლი რო ცხარია ხოლმე. წაბლის თაფლს სიცხარი აქვს? ხო. აი ეგ სიცხარი აქვს და არა პილპილის, წიწაკის, როგორც თქვა ტორფიანის რო სიცხარეებია ხოლმე. ეგ სიცხარეც ტკბილი აქვს ბიჭო, ბიჭო რა ხელა რა სიგზე ფინიში აქვს. ხო და აი ეხლა თუ ჯერ კიდევ აქ ხართ თქვენ ვინც გაიქეცით აპირებდით გაქცევას უფრო სწორად, როცა თქვი 40 გრადუსია მეთქი. აი ახლა მოდით აქ და ვილაპარაკოთ რა. აი მოდით აქ და ვილაპარაკოთ და დააჭიდეთ ნებისმიერ იმას, რა ქვია, კახურად გამომივიდა. დააჭიდეთ ნებისმიერ კასრის სიძლიერის ვისკის, აი ნებისმიერს რა. არაფრით არ ჩამოვარდება სხეულით, იმას რა ქვია, 47 გრადუსიან ვისკებს. არაფრით. და ბალანსი აქვს იდეალური. ეს რა იქნებოდა მაგალითად შეიძლება ყოფილიყო. ეს ხო ჯერ ჩამოყავს ხო სინჯავს. ადრე ეთქვა პატიოს ნაცი სინჯავდნენ და იქ ძევიდან რაღაცები არ ეუბნებოდნენ, ბევრი ვისკი გვინდები სხვანაირად გაკეთე ბევრი რაღაცები. თქვენ სულ არ უჭამდნენ ნამდვილი მასტერ ბრენდელები, იყვნენ ღმერთები, რასაც იტყოდნენ ის დაილეო და ყოველთვის. მარიტომას დაიხურა მე. ხო. არია მაშინ სიმართლის მარცვალი ვერაფერს ვერ ვიტყვით. არ ვიცი ხალხო ეს არ მართლა აი გულით ვამბობ ახლა არანაირი ზედმეტი ემოციები ვისკის ცოტა მცოდნე მოყვარულმა ადამიანმა თავის გასინჯვების კოლექციაში ეს უნდა იქონიოს რა და ან მოძებნეთ და იყიდეთ სადმე თუ არა და სანამ არიან ახლა ესეც ერთი ბოთლია და შეგიძლიათ მოასწრო და გასინჯოთ. აუ ძალიან მაგარია. ძალიან მაგარია. ეგ არის. გამომიწერეთ გამომიწერე მეორე პორცია.
გამოწერეთ არხი, დააჭირეთ წითელ ღილაკს, გამოწერეს. იმდას რო იძახოდი 2 მქონდა სათქმელი და 3 მაქვს. ის პირველს გადავახტი. და დააფოლოვეთ ეს ცალკე ამას ცალკე პეიჯი. ეგ მეოთხე. მეოთხე რა. ხოდა მე ვიტყვი მეოთხეს, მაინც რაღაცა შეგეხიდები კიდე დალევის კარდა. მაგდას ძალიან გზელი ვიდეო გამოვა. კაი მოკლედ მაგარია რა. სკაპა 16 მორჩა. AI მართალი იყო. აბაჰე. აბაჰე.